ეროვნული საბჭოს წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. შალამბერიძის ინფორმაციით, რუსთაველის 54-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 2006 წელს მოქალაქე მედია ლაღაძე უკანონოდ გაასახლეს. ლაღაძემ საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა. სამივე შემთხვევაში პროცესი მის სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულდა, თუმცა საკუთარ სახლში ალბათონი ამ დრომდე ვერ შედის. ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით აღნიშნული საქმით თანამდებობის პირები არიან დაინტერესებულნი, კერძოდ კი ლევან ვეფხვაძის ბიძა. ამის შესახებ დღესვე განცხადება თავად ლევან ვეფხვაძემ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს ქალბატონ ტატიანას და ეს საკუთრება მას ეკუთვნის, ფიგურირებს მაღალჩინოსნები პარლამენტიდან, კერძოდ ვეფხვაძე, რომლის ბიძაც ცდილობს შეავიწროს ეს ქალბატონი და წაართვას ეს სახლი იმისათვის, რომ გაფართოვდეს მისი ბიზნესი, გაფართოვდეს მისი ფულის კეთების არეალი და იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების საშუალება, დღეს იძულებული არიან ისინი უკვე საქართველოსდან გაიქცე. ეს არის ჩემი საკუთრება, ეს ბინა, ჩემი და ჩემი ორივე შვილის, ბიჭის და გოგოს და სახლში არ მიშვებენ. სამივე ინსტანცია უზენაესის ჩათვლით მოგებული გვაქვს. ნუ მაინც არ გვიშვებენ. ეს ქალბატონი არის ამ ოჯახთან და იმ ბინასთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ საკუთარ შვილიშვილს ედავება ამ ბინაზე, არც მე არანაირი კავშირი, მით უმეტეს ბიძაჩემს თუ რამე კავშირი აქვს, მე ჩემი რა მოსაკითხია. რაც შეეხება იმ ერთ უნამუსო პოლიტიკოს, რომელიც გვერდზე ეყირემს ამ ქალს, ჩემ და სამწუხაროდ ამ ადამიანების მიერ ტყუილების ტირაჟირება, რაც იყო კომუნისტურ ეპოქაში, რაც იყო შევარდნაძის დროს, დასასრული არ აქვს და ეს ტყუილების ტირაჟირება გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სკოლის დირექტორების პროფესიული ეთიკის კოდექსი განიხილეს. კოდექსმა უნდა განსაზღვროს დირექტორების ურთიერთობა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მანდატურებთან და მშობლებთან. კოდექსის თანახმად დირექტორს უსაფრთხო, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო, ასევე სამუშაო გარემო შექმნეველი. ეს ჩვენ ვიხილავთ დირექტორების ეთიკის კოდექსს დირექტორებთან. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი იყოს ჩართული ამ განხილვებში და შესაბამისი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. ეთიკის კოდექსის მიხედვით სკოლის დირექტორი ვალდებულია პატივისცემით ეკპრობოდეს მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებს, მშობლებს. სკოლის დირექტორს ეკთალება შეურაცხყოფა მიაყენოს სიტყვიერი, ფიზიკური თუ სხვა რაიმე სახის შეურაცხყოფა მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს. სკოლის დირექტორს ეკრძალება პოლიტიკური და რელიგიური პროპაგანდა. კინოთეატრ რუსთაველში საბავშვო ფილმის მარმადუკის პრეზენტაცია შედგა. ფილმის ჩვენებას აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ბავშვი დაესწრო. აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით შედგა. ყველა საბავშვო ფილმის პირველ ჩვენებას სამინისტროს ინიციატივით სხვადასხვა ბავშვთა სახლის მოზარდები და უნარშეზღუდული ბავშვები დაესწრებიან. მოგვიანებით გნახავ. ეს სულ მუდამ ტელევიზორში მევიჭერ. კარგი რა. ასე ვინისთვის. 200 დევნილი ბავშვი შიდა ქართლიდან და აფხაზეთიდან დაპატიჟა კინოთეატრმა რუსთაველმა მარმადუკის თავგადასავლის სანახავად. ეს პრემიერა. ჩვენ დევნილები სამაჩაბლოდან დღევანდელ აქციაზე დაგვაპატიჟეს ტოლთა და განსახლების სამინისტროდან. დიდი მადლობა მინისტრს და კინოთეატრ რუსთაველსაც. ეს ლამაზი დღე უნდა აჩუქონ ჩვენს ბავშვებს. დღეს კინოთეატრ რუსთაველში ქონდა პრემიერა ფილმისა მარმადუკი. ეს არის ნახევრად ანიმირებული ფილმი, რომელიც გახმოვანებულია ქართულად. მინდა აღნიშნო აქ ისიც, რომ ეს პირველი ფილმია, რომელიც ჩვენ ახალ ტექნიკურ ბაზაზე გააკეთდა. კანონპროექტ 5-ის ფარგლებში პირველი ფილმის დაბადებულების საქართველოში გადაღებები 21 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. თამარ შავგულიძის კინოსურათი ომის შემდგომ საქართველოს ასახავს. 5 ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გამარჯვებული პროექტია. შავგულიძის ფილმის გარდა მის ფარგლებში კიდევ 4 ფილმის გადაღება იგეგმება. დაახლოებით ყველა ფილმის ბიუჯეტი ერთად არის 2.400.000 ლარამდე, საიდანაც ქეშის ნაწილს შეადგენს 500.000 ლარი. დანარჩენი არის დეპერმენტები რეჟისორების, პროდიუსერების, სცენარისტების, კომპოზიტორების ხაზზე, ვინც წამოყვენ და სხვა პროექტი. მოკლემეტრაჟიანები, ეს არის პირველი ფილმი. მინდა ამ ფილმს ჩემ თავს უთხრა. რაღაც და რა მამის თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს პირადული
თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ამირანი გაიხსნა საზეიმო ღონისძიებას. იერუსალიმის კინოსკოლის პროფესორი რენენ შარღიც ესწრებოდა ფესტივალზე 57 ფილმი იქნება ნაჩვენები. თავიანთ კინოსურათებს 54 ქვეყნის ახალგაზრდები წარმოადგენენ. დღეს თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ამირანი, რომელიც უკვე 4 წელია ტარდება ჩვენს უნივერსიტეტში აღდგომის შემდეგ, თუმცა მისი ისტორია ძალიან ხანგრძლივია, 70-იან წლებში იწყება წინა საუკუნის. წელს გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა, ყავს უამრავი უცხოელი სტუმარი, რაც მთავარია ჟიური, მათ შორის მიშა კობახიძე, სოფიის და თურქეთის კინოსკოლების ხელმძღვანელები და ისრაელიდან იერუსალიმის კინოსკოლის რექტორიც, რომელიც ასევე საპატიო პროგრამას წარადგენს ფესტივალის სამუშაო პროგრამაში. დღეს იხსნება ჩვენი უკვე ტრადიციული ფესტივალი, კინოფესტივალი, სტუდენტური ფილმების, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების კინოსკოლების სტუდენტები თავიანთი ფილმებით. ეს ფესტივალი უკვე ტრადიციულია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც წინა წლებში, წლევანდელი წელიც ძალიან საინტერესო ჩაივიდა. ორი ფილმი მონაწილეობს ჩემი, ერთი მხატვრული კინოფილმზე გადავიღე, ერთი კიდევ დოკუმენტური ფილმი და რა ვიცი, დიდი იმედი მაქვს, აიღებს რაღაც პრიზს, იმიტომ რომ რა ვიცი, არის საინტერესო ფილმებია ორი მხატვრის და დოკუმენტური. ათენში მიწისქვეშა ტრანსპორტით მგზავრობა კვლავ შეუძლებელია. დედაქალაქის მეტროპოლიტენის თანამშრომლები 24 საათიან გაფიცვას განაგრძობენ. პროტესტის მიზანი მიზეზი სამუშაო კონტრაქტის ვადაზიადრე შეწყვეტაა. საბერძნეთის დედაქალაქის ათენის მეტროპოლიტენის თანამშრომლები 24 საათიან გაფიცვას აგრძელებენ. ეს მეტროს თანამშრომლების უკვე რიგით მესამე 24 საათიანი გაფიცვაა. მეტროს მუშაკები 285 თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას აპროტესტებენ, რომლებსაც კონტრაქტის ვადა დაუსრულებთ. მეტროს სადგურის შესასვლელი დილიდან დაკეტილი იყო. კარებზე გამოკრული წარწერა კი მგზავრების გაფიცვის შესახებ ატყობინებდა. მიუხედავად ამისა, მიწისქვეშა რკინიგზის გაჩერებას ბევრი გაკვირვებით შეხვდა. ეს დიდი პრობლემაა. ჩემთვის ეს შოკის მომგვრელია. მე მესმის მათი პრობლემების, მაგრამ ისინი გარეუბნების მაცხოვრებლებს უფრო დიდ პრობლემას უქმნიან. ჩვენ სამსახურებში დავდივართ და ჩვენთვის მეტროს გაჩერება სერიოზული პრობლემაა. ასე რომ პატარა პრობლემა დიდად გადაიქცა. რკინიგზის გადაკეტვა ქალაქის პარალიზების მიზეზი გახდა. და მგზავრებს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების ზევნა უწევდათ. მეტროს გარდა ხელფასების შემცირებას და მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღებას ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებების აპროტესტებენ. საბერძნეთში ჩასული საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკომისიის დელეგაციები ათენს უფრო მკაცრი ეკონომიკისკენ, ხარჯების კონტროლისკენ მოუწოდებს. დელეგაციები ათენში ივლისის ბოლოსაც ჩავდნენ და ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების პროცესსაც დააკვირდებიან. ათენს კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროკავშირის ქვეყნებმა 136 მილიარდი დოლარი გამოუყვეს. სანაცვლოდ საბერძნეთის ხელისუფლება 2014 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტის 13.6%-დან 2.6%-მდე შემცირებას გეგმავს. საბერძნეთის მოსახლეობა მთავრობის მიერ კრიზისის დასაძლევად მიღებულ ეკონომიკურ ზომებს, რომელიც პენსიებს, ხელფასების შემცირებასა და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს, რეგულარული გამოსვლებითა და გაფიცვებით აპროტესტებს. ფილიპინელი ქალები ცნობილი ბირმელი პოლიტიკური მოღვაწის ნობელის პრემიის ლაურეატის აუნ სან სუკის გათავისუფლებას მოითხოვენ. 70-მდე აქტივისტი ბირმას საელჩოსთან შეიკრიბა. აქცია სუკის 65 წლის იუბილეს დაემთხვა. დემონსტრანტებმა მას დაბადების დღეს სიმღერით მიულოცეს. აუნ სან სუკი 1945 წელს დაიბადა. ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მას 1991 წელს გადასცეს. პრემიის სახით მიღებული $1,300,000 მან საკუთარი თანამემამულეების ჯანმრთელობის დაცვას და განათლების სფეროს განვითარებას მოახდინა. NBA-ის 2009-2010 წლის სეზონი ლოს-ანჯელესის ლეიკერსის Staples Center-ში გამართული ბოლო გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრით დასრულდა. ლეიკერსმა ბოსტონ სელტიკსზე ბევრად უკეთ ითამაშა. საბოლოოდ შეხვედრა სწორედ მათი გამარჯვებით 83-79 დასრულდა. პირველი მეოთხედის შემდეგ ბოსტონი ანგარიშით 23-14 ლიდერობდა, მეტო კი გუნდის ამ შედეგის ფონზე ლეიკერსის კალათბურთელები უკეთ ათამაშდნენ და სამივე დარჩენილი მეოთხედი მოიგეს. ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა არსებობის მანძილზე NBA-ის ჩემპიონატობა მე-16-ად მოიპოვა.